2018 წლიდან საქართველოს საექსპორტო პროდუქციას თვითმფრინავის ნაწილებით შეემატება საპარტნიორო ფონდის და ისრაელის კომპანია ელბიტ სიკლონის ერთობლივი 85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი უკვე დასკვნით ფაზაშია. სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა რამდენიმე თვეში აშენდება და მაღალი ხარისხის პროდუქციით მსოფლიოში ცნობილ კომპანიებს მოამარაგებს. მათ შორის იქნებიან ბოინგი და ეარბასიც. რაც სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა არის ჩვენი სტუმარი დილამშვიდობის ქალბატონ ნათია. მოგესალმებით. ჩვენი ინფორმაციით უკვე ყველაფერი მზად არის იმისთვის რომ ქარხნის მშენებლობა დაიწყოს. თუ არის ცნობილი კონკრეტული თარიღი, როდის ჩაეყრება საფუძველი ქარხნის მშენებლობას? მოგახსენებთ, რომ ეს პროექტი არის ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი საპარტნიორო ფონდის პორტფელში, ჯერ ეს ერთი თავისი ზომით 85 მილიონი, როგორც თქვენ ბრძანეთ. გარდა ამისა თავისი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც სტაბილურად საქართველოში წარმოებული მაღალტექნოლოგიური მასალიდან დამზადებული ნაწილები მიეწოდება ისეთ მსხვილ მწარმოებლებს და კომპანიებს თვითმფრინავებისა, როგორც არის ბოინგი, აერბასი, ალენია, ბომბარდირი და სხვები. პროექტს პრაქტიკულად საფუძველი უკვე ჩაყრილი აქვს, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ 2015 წელს და ეს ასე ვთქვათ ფართოდ გაშუქდა იმ დროს ჩვენ ხელი მოვაწერეთ და საფუძველი ჩაუყარეთ ამ პროექტს ჩვენსა და ისრაელის ელბიტ სისტემს შორის მოეწერა ხელი პარტნიორთა შეთანხმებას და განისაზღვრა კონკრეტული ფიზიკური ადგილით, სადაც აშენდება ეს ქარხანა. თუმცა ეს პროექტი ისეთ პროექტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ძალიან ბევრი მოსამზადებელი სამუშაო სჭირდება, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ძალიან მაღალ ტექნოლოგიური წარმოება გაიმართება. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია დანადგარების შეძენაზე. კი, მოლაპარაკებები დასრულებულია, მშენებლობა უკვე პრაქტიკულად დაწყებულია, 6 გექტარი დაახლოებით მოცულობის ფართობი არის ათვისებული და იქ დამთავრდა არსებული შენობების დემონტაჟი, ძველი შენობების დემონტაჟი, დასრულდა საექსკავაციო სამუშაოები და ეხლა იწყება უკვე უშუალოდ თვითონ შენობის აგების პროცესი, ასე რომ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეხლა ვიწყებთ შენებლობას, შენებლობა დაწყებულია, უბრალოდ გადადის უფრო აქტიურ ფაზაში. უშუალოდ შენობის აგება იწყება. უშუალოდ შენობის აგება იწყება, ამას წინ უძღოდა საკმაოდ დიდი მოსამზადებელი სამუშაო და სამობილიზაციო სამუშაო და სამშენებლო სამუშაოების ნაწილი. ხოლო თვითონ მშენებლობა უშუალოდ უნდა დასრულდეს 2018 წლის დასაწყისში, ხოლო 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაზა, ეს არის სერტიფიცირება, რომელიც უნდა წარმართოს ბოინგმა და ქარხანამ, ჩვენმა ქარხანამ უნდა გაიაროს სერტიფიცირება ბოინგის მიერ. რა პროცედურებს მოიცავს სერტიფიცირება? სერტიფიცირება მოიცავს ძალიან ბევრ რთულ პროცედურას. ბოინგი იწყებს, ასე ვთქვათ, გადამოწმებას და ინსპექტირებას დაწყებული მანქანა-დანადგარებით, დამთავრებული ერთობლიობაში, როგორ მუშაობს და ტექნოლოგია რამდენად შეესაბამება მათ სტანდარტებს, კადრების მდგომარეობა, მათი კვალიფიკაცია, წარმოებული პროდუქციის ხარისხი და ასე შემდეგ. ანუ რამოდენიმე შრეს, ასე ვთქვათ, მოიცავს ეს. საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ეტაპი იქნება გავლილი, ჩაითვლება, რომ ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია ვარგისიანია იმისთვის, რომ ბოინგმა აქ ადგილზე შეიძინოს გარკვეული ნაწილები თვითმფრინავებისთვის. ეს იქნება აეროდინამიური ზედაპირი, ეს იქნება კარებები, ეს იქნება ფიუზელაჟის ნაწილები და სხვა და სხვა. აქ არ იგულისხმება ქალბატონ ნათია ყველა ნაწილი, რაც თვითმფრინავის აგებისთვის არის საჭირო. არა, აქ არ იგულისხმება ყველა ნაწილი, იმიტომ რომ აქ ხდება გარკვეული სპეციფიკაცია. ჩვენთან იწარმოება მხოლოდ ისეთი ნაწილები, რომელიც მზადდება ეგრეთ წოდებული კომპოზიტური მასალებისგან, ანუ არალითონისგან, კომპოზიტური მასალისგან, საკმაოდ დიდი ნაწილი არის ეს იმ, ასე ვთქვათ, კომპონენტებისა, რაც სჭირდება თვითმფრინავს. მომავალში სხვათა შორის, როდესაც ეს პირველი, ასე ვთქვათ, ხაზი წარმოების აეწყობა, ჩვენ და ებრაული კომპანია ელბიტ საიკლონი გეგმავთ, რომ შეიძლება გავაფართოვოთ წარმოება და უკვე ლითონიდან დამზადებული მეტალის კონსტრუქციების, ასე ვთქვათ, თვითმფრინავების ნაწილების წარმოებაც გავმართოთ აქ, მაგრამ ამ ეტაპზე ვიწყებთ კომპოზიტებით, რაც უფრო საინტერესო და რთულია და მართლაც პირველი პრეცედენტი იქნება ასეთი მასობრივი წარმოების კომპოზიტური მასალებისაგან საქართველოში. როგორ შეძელით, რომ ისეთი მსხვილი კომპანიები დაინტერესეთ ამ პროექტით, როგორიც არის ეარბასი, ბომბარდირი და ასე შემდეგ, რომელიც უკვე დავასახელეთ. რატომ შეიძენენ მაინც და მაინც საქართველოში ამ ნაწილებს ეს კომპანიები? მოგახსენებთ, ჩვენი პარტნიორი ელბიტ ელექტრონიქსი და მათი შვილობილი კომპანია ელბიტ საიკლონი მრავალი წელია მოქმედებენ მსოფლიო ბაზარზე, ესენი 1967 წლიდან არიან ბაზარზე. მათ აქვს ძალიან კარგი ამ კომპანიამ
კომპანიაზე აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია და ის მუდმივად ამ წლების მანძილზე აწვდის ამ მსხვილ კომპანიებს Boeing-ს, Airbus და სხვებს სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილებს. ზოგადად თვითონ Elbit Electronics-ი, ანუ დედა კომპანია, უფრო არის ორიენტირებული სამხედრო თვითმფრინავებისთვის და სამხედრო ტექნიკისთვის სხვადასხვა სისტემების მიწოდებაზე, ხოლო ეს Elbit Cyclone მხოლოდ სამოქალაქო ნაწილებზე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ შევთანხმდით ამ პარტნიორთან თანამშრომლობაზე, ერთ-ერთი წინაპირობა იყო, რომ ისინი თავის კონტრაქტების დიდ ნაწილს გადმოიტანენ საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა კი იმ ეტაპზე ვართ, რომ ვაშენებთ ჯერჯერობით ქარხანას, მაგრამ უკვე წინ და წინ ვართ დარწმუნებულები, რომ გვაქვს გარანტირებული კონტრაქტები Boeing-თან და სხვა, ასე ვთქვათ, წარმოებლებთან, ისინი შეიძენენ საქართველოსდან ჩვენი ერთობლივი საწარმოდან ამ ნაწილებს. თვითონ Elbit-ის, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რატო შეარჩია საქართველო იყო ის, რომ მას აქვს მრავალი წარმოება, მათ შორის ისრაელშიც, ხაიფაში აქვს საკმაოდ დიდი წარმოება, რომლის ანალოგიასაც ჩვენ აქ ვაშენებთ, მაგრამ მოთხოვნა ბაზარზე იმდანაც დიდია, რომ მათი არსებული წარმოებები ვეღარ უმკლავდებოდა შეკვეთებს. აქედან გამომდინარე, მათ დაიწყეს ძებნა ისეთი ქვეყნის და ისეთი ადგილის, სადაც იქნებოდა კარგი საინვესტიციო გარემო, კარგი საგადასახადო გარემო, მაღალკვალიფიციური, მაგრამ შედარებით, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი თავის ღირებულებით სამუშაო ძალა და პროდუქციის ფასიც განსხვავებული იქნება. პროდუქციის ფასი არ იქნება განსხვავებული. პროდუქციის ფასი იქნება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, მაგრამ თვითღირებულება იქნება შედარებით დაბალი. ქალბატონია, დიახ, თქვენ კვალიფიკაცია ახსენეთ. საინტერესოა, რამდენად გვყავს საქართველოში კვალიფიციური კადრები ამ მიმართულებით და რამდენი ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება საინტერესოა ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. სხვათა შორის ეს ფაქტორი იყო გადამწყვეტი, როდესაც Elbit-მა გადაწყვიტა, რომ სწორედ საქართველოში ეშენებინა ეს ქარხანა. მათ მოიკვლიეს ბაზარი და აღმოაჩინეს, რომ საქართველოს ბაზარზე ძალიან მრავლად არის წარმოდგენილი მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრები, იმიტომ რომ ძირითადად აქ დასაქმდება 100-მდე მუდმივ მოქმედი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ძირითადად ეს იქნება საინჟინრო პროფესიების წარმომადგენლები და შედარებით, ასე ვთქვათ, მოკლეხნიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი ტრეინინგების გავლის შემდეგ ისინი მზად იქნებიან, რომ შეუდგნენ ან საკმაოდ რთულ საქმიანობას. ტრეინინგები დღესაც უკვე ტარდება, მინდა გითხრათ, რომ იანვრიდან პირველი ჯგუფი უკვე დასაქმებულების არის გაგზავნილი ისრაელში, სწორედ ხაიფაში, Elbit-ის მოქმედ ქარხანაში ტარდება ეს ტრეინინგი, თვითონ ჩვენი ებრაელი პარტნიორები ატარებენ. შემდგომში დაატრენინგებენ ჯგუფს, რომელიც ადგილზე ჩაატარებს უკვე ტრეინინგებს, მაგრამ პირველი თვეები ეს ჩატარდება ისრაელში. მინდა ვთქვა, რომ პერიოდულად ცხადდება კონკურსები სამუშაო ადგილებზე, იმიტომ რომ ეხლა მიმდინარეობს სწორედ აყვანა თანამშრომლების ამ ასაკი თუ იქნება განსაზღვრული, უფრო ახალგაზრდებზე ხომ არ გიქნება? ასაკი არ არის განსაზღვრული. ეს შეიძლება იყოს როგორც უმაღლესი საინჟინრო პროფესია, უმაღლესი განათლების მქონე ინჟინრები, ინჟინერ მექანიკოსები, ინჟინერ აეროტექნოლოგიები, ხარისხის მართვის ინჟინრები, მასალების და პროცესების მართვის ინჟინრები. შეიძლება ასევე იყოს საშუალო და პროფესიული განათლების მქონე ადამიანები, ვისაც აქვს უბრალოდ ესეთი პირველადი ტექნიკური უნარები. აუცილებელია ინგლისური ენის თუნდაც საბაზისო ცოდნა, რა თქმა უნდა, უფრო მაღალ პოზიციებზე უფრო უკეთესი ცოდნა, რადგან უცხოელი სპეციალისტები თავიდან, ასე ვთქვათ, გაუძღვებიან ამ ტრეინინგების პროცესს და მართვას, მაგრამ ძირითადად 95% მე ვიტყოდი, დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლე, ადგილობრივი სპეციალისტი და ძალიან მიმზიდველი იქნება ეს ზოგადად მათთვის. მინდა ერთი ესეთი ფაქტიც მოვიყვანო თქვენ ეთერში, რომ მაგალითად ყავს ესეთი ახალგაზრდა ადამიანი დასაქმებული, კოტე ჭეიშვილი, რომელიც სწავლობდა გერმანიაში, მუშაობდა იქ საავიაციო წარმოებაში, ინტერნეტით გაარკვია, რომ ესეთი პროექტი არის ჩვენთან და ჩამოვიდა და ეხლა წარმოების მენეჯერად ყავს დასაქმებული. მე იმის თქვა მინდა, რომ არა მარტო ჩვენთან ადგილზე მყოფი კადრებისთვის არის ეს მიმზიდველი, არამედ მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მუშაობს ამ მიმართულებით და არანაკლებ მიმზიდველ პოზიციებს თავაზობთ ჩვენ. დღეს ვინც გვისმენს მათთვის, რომ ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მათ, როდის გამოცხადდება ვაკანსიები მომავალში? ვაკანსიები პერიოდულად ცხადდება იანვრიდან მოყოლებული. დღესაც ესე იგი ამ პროექტის ვებგვერდს რო ესტუმროთ, იქაც არის რიგი ვაკანსიები გამოცხადებული. ესე იგი ძალიან მარტივია ამის მიგნება თვითონ კომპანია ეს ქვია ATC Aerostructure Technologies Company, atccomposite.com არის ვებგვერდი, სადაც სწორედ აი ამ მიზნით მუშაობს ახლა ვებგვერდი ძირითადად რეკრუტინგზე, ანუ ადამიანების აყვანაზე, ასევე მათი Facebook-ის გვერდიც. საჭიროების შემთხვევაში საპარტნიორო ფონდსაც დაუკავშირდნენ და ჩვენს
დავამ იმსამართებთ და მიუთითებთ რაც შეიძლება ინფორმაციის გაგება. ქალბატონ ნათია და ბოლოს ქარხანა მთლიანად იქნება ექსპორტზე ორიენტირებული. მინდა გითხოთ თქვენი ვარაუდით რა მოგებას ნახავს ქვეყანა ამ პროექტით უფრო გლობალურად რომ შევხედოთ. პირველ რიგში ხა კომპანიები, საპარტნიორო ფონდი და ჩვენი პარტნიორი ნახავს კომერციულ მოგებას, რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს ძალიან მზარდი დინამიური დარგია და სუპერმომგებიანი დარგია, მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო მეტია ის მოგება, რომელსაც ნახავს მთლიანად ქვეყანა იმიჯური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს იქნება პირველი ასეთი ტიპის წარმოება, რომელიც მოემსახურება ეგრეთ წოდებული პირველი წრის თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ჩვენ უკვე დავასახელეთ და მათ რუკაზე, ასე ვთქვათ, მათი მწარმოებლების და მიმწოდებლების რუკაზე გაჩნდება საქართველო. რაც გვიხსნის ჩვენ გზას შემდგომში სოფლიო ბაზარზე აი ამ ტიპის ბიზნესში ჩართვისაკენ. და უფრო ამაღლებს ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას აი ესეთ მაღალ ტექნოლოგიურ დარგში, რაც საკმაოდ პერსპექტიული არის და პრინციპში რაც უფრო მეტი პრეცედენტი შეიქმნება ამ თვალსაზრისით, საპარტნიორო ფონდი ყოველთვის მზად არის, რომ ჩაერთოს ესეთ პროექტებში და მხარი დაუჭიროს. გასაგებია და კიდევ ერთი შეკითხვა ბოლოს ნენსკრახესთან დაკავშირებით, მართალია ჩვენ მთავარ თემას ახლა არ ეხება, როგორ მიმდინარეობს მშენებლობის სიამოვნებით გიპასუხებთ. მშენებლობის პროცესი განახლდება აი ახლა უკვე პრაქტიკულად მარტში ფიქრობთ, მარტის ბოლომდე რომ მშენებლობის პროცესი განახლდეს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არის მაღალმთიანი არეალი, ასე რომ იქ არის სეზონური ხასიათის მშენებლობა, ზამთარში პრაქტიკულად აქტიური მშენებლობა შეუძლებელია და წყდება, სეზონის დადგომასთან ერთად ჩვენ აქტიურად განვაახლებთ მშენებლობას. ნენსკრახესი აშენდება 2020 წელს ვარაუდობთ ჩვენ პირველ გენერაციას, 2021 წელს უკვე საბოლოოდ ჩაბარდება ექსპლუატაციაში და ეს ენგურის შემდეგ იქნება, ასე ვთქვათ, პირველი ესეთი სეზონური რეგულირების მსხვილი სადგური, რომელიც ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას შემატებს ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას. მისი გაჩერება მხოლოდ ზამთრის პერიოდთან იყო დაკავშირებული. მისი გაჩერება იყო როგორც ზამთრის პერიოდთან დაკავშირებული, ასევე დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებული, რადგან ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა და ჩვენი მხარეც და ჩართულია მამაში კორეელი ინვესტორები და საერთაშორისო ბანკებიც, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი. ჩვენი მოთხოვნით მოხდა განსაკუთრებით კაშხლის და მთლიანად დიზაინის ხელახალი ექსპერტიზა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ექსპერტიზა ჩაატარა საერთაშორისო პანელი ექსპერტთა არსებობს, ეს არის უმაღლესი ორგანო მსოფლიოში, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე, რომელიც ესეთი ტიპის კაშხლებს იკვლევს და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ მათი საბოლოო დასკვნა და გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემდეგაც ჩვენ არანაირი კითხვა არ დაგვრჩება არც, ასე ვთქვათ, ამ ნაგებობის მდგრადობის თვალსაზრისით და არც გარემოსდაცვითი ეფექტების თვალსაზრისით. აი, მხოლოდ ამ ექსპერტიზის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ გაგვეგზელებინა სამუშაო. დიახ, და წელს რა მოცულობის ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში ამ პროექტით? მშენებლობა, რა თქმა უნდა, რასაკვირველია, მშენებლობა თუ ყველაფერი ასე ვთქვათ, გრაფიკის მიხედვით წავა, განახლდება და წლის განმავლობაში 150 მილიონის ინვესტიცია იგეგმება, მათ შორის სექტემბრამდე სულ მცირე 70 მილიონი დაიხარჯება უშუალოდ საიტზე. აქვე მინდა დავამატო, რომ იმ გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც ჩვენმა გარემოსდაცვის სამინისტრომ წაუყენა პროექტს და ასევე საერთაშორისო ბანკებმაც თავისი კიდევ უფრო მაღალი მოთხოვნები წაუყენეს, დაახლოებით 22 მილიონი დაიხარჯება მარტო სოციალური და გარემოსდაცვითი ღონისძიების მიმართულებით პროექტის მთელს პერიოდში. ეს იქნება როგორც, ასე ვთქვათ, ტყის საფარის განახლებისთვის, ალტერნატიული საძოვრებისთვის, თევზის მოშენებისთვის, ასევე სუფთა სოციალური ღონისძიებები, ამბულატორიები, სკოლები, საბავშვო ბაღები, წყლის ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის აღდგენა. ანუ ძალიან ბევრი სიკეთე მოაქვს ამ პროექტს გარდა თავისი უშუალო პროფილისა, ანუ ენერგიის წარმოებისა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნათიამ გადაცემაში მონაწილეობისთვის. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა პასუხობდა დიდი სმოამბის შეკითხვებს. ახლა კი მსოფლიო ბიზნესის და ეკონომიკის სიახლეები.